ტელეკომპანია იმედი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ ტელეკომპანია იმედი 22 წელიწადზე მეტია ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში. ტელეკომპანიის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ 2007 წლის მოვლენების შესახებაც, სადაც, როგორც განცხადებაში წერია, იმედის მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. ამ ფონზე ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს, ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. შეგახსენებთ, რომ დღეს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები იმედი და პოსტივი დაასანქცირა. როგორც სანქციების განმარტებაში წერია, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ პოსტივი და იმედი ჩართული არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. სანქციები გულისხმობს ბრიტანეთში აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციას, რაც ნიშნავს, რომ ამ პოზიციაზე მუშაობა შეეზღუდება ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს, ასევე სანქციებს ტრასტის სერვისებზე. ეს არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობა. სამწუხაროდ პირველი მცდელობა ეს არ არის იმედის შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ ეს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, როგორც ცდილობდა იმედის გაჩუმებას მიხეილ სააკაშვილის ხელით 2007 წელს და ეს არის ამ ყველაფრის გაგრძელება, თუმცა, რა თქმა უნდა, არც იმედი, არც პოსტივი ამის შედეგად არ გააჩერებენ სიმართლის საუბარს და რა თქმა უნდა, ისინი გაორმაგებული ძალებით შეეცდებიან, რომ ინფორმირებულები ვამყოფონ ჩვენი საზოგადოება, გამოდის, რომ სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ ისინი ტელევიზიებს, რაც არის ყოველად მიუღებელი და არის ჩვეულებრივი რაცა ფაშისტური მიდგომა, თუმცა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოულოდნელი არ არის, ვინაიდან მათ ჭირდებათ მართული მედია, რომელიც გაატარებს იმ ნარატივს, რა ნარატივიც მათ აწყობს. მოდი ვნახოთ რა არის პროპაგანდა და სიცრუე. ერთ-ერთი მიზეზი, რაც წერიათ, არის, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო და თურმე ამას საუბრობს ან ერთი არხი, ან მეორე. მაშინ, როდესაც თავად ევროკომისიის კვლევებით უკრაინა და მოლდოვა არიან ევროპის ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოები. ანუ სად არის ვინ ტყუის, ევროკომისია ტყუის თუ იმედი და პოსტივი ტყუიან. ამიტომ დასკვნა არის ძალიან მარტივი და ეს მე შემიძლია პირდაპირ ამერიკელების სიტყვები გავიმეორო, როდესაც ჩვენ კონგრესშიც და სხვაგანაც მოვისმინეთ პირდაპირ ბრალდებები, რომ ევროპელები ახშობენ თავისუფალ სიტყვას. ამიტომ ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის ჩვეულებრივი თავისუფალი მედიის ალტერნატიული ხმის ჩახშობის ცდელობა. მე უბრალოდ მხოლოდ ვისურვებდი, რომ ამ ტელევიზიებმა პირიქით ორმაგი ენერგიით გააგრძელონ თავისი საქმის კეთება, თავისუფალი სიტყვის საზოგადოებამდე მიტანა. ეს არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ჩვენ ხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენ ბოლო დღეების მიმდინარეობისას ვიხილეთ მცდელობა დასანქცირებულიყო რაიმე ქართული, იყო საუბარი ევროკავშირის სანქციების დაწესებაზე ქართული სპორტთან მიმართებაში, რაც თავიდან იქნა აცილებული ერთადერთი მიზეზით. არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის, მაშინ, როდესაც საქართველოს ზედმიწევნით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც აქვს აღებული სანქციების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც ერთის მხრივ ადვოკატი ხარ თავისუფალი სიტყვის, მეორეს მხრივ ერჩოდე ტელევიზიას და თან არგუმენტად მოყავდეს, რომ ეს ტელევიზიები არის პოპულარული. ადამიანები უყურებენ მას ჰყავს მაყურებელი და გამზიარებელი. ეს არის წარმოუდგენელი სრულიად უსაფუძვლო კიდევ ერთხელ თავდასხმა სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით.